ვფიქრობ მოусმინოთ ამ ადამიანს პირდაპირ. ეს ხდება ჭონქაძეზე, თაწმინდაზე. ესე იგი შუა ღამისას 5 საათზე მიბრახუნებს ვიღაცა კარებზე. ძალიან ძლიერად აბრახუნებს რა. და გამეღვიძა თუ არა, ამ ძალიან ძლიერი ბრახუნი იყო. გამეღვიძა თუ არა, შემოანგრია ვიღაცამ წიხლით კარები. მარტო ცხოვრობ. კარები შემოანგრია წიხლით და რას ვხედავ? სილუეტი ჩანს, იქ კიდე ის არის ოთახია და იქიდან ჩანს სილუეტი, რომ 3 ადამიანი შემოდის სახლში. აღებს კარებს, პირველი არის ზანგი, მეორე არის აზიელია, არ ვიცი ვინ არის, ვიღაცა ტიპი და მესამე არის ჩაცმულობით არაბს გავს დაახლოებით, აი არაბის ისა აქვს რა, შესახედაობა ესე რომ ვთქვათ. დამადგნენ, მე ვწევარ საწოლში და თავზე დამადგა ეს ხალხი. 3-ვე ესე დამადგა ზემოდან და ეს ზანგი მეუბნება. მომეცი ჩემი ტელეფონი, რომელიც მომპარე და მშვიდობიანად დავასრულებთ საუბარს. მე გაოგნებული უყურებ რა ტელეფონი, რის ტელეფონი, აზზე ვერ მოვედი საერთოდ რა ხდება და ეს აზიელი დადის ესე ტელეფონით, აქ რაღაცა ნავიგაციას თუ რაღაცა აქვს ჩართული რა, მოკლედ, დავკარგეთ ტელეფონი. მოკლედ მეუბნება რომ მომპარა ვიღაცამ ტელეფონი მე და ალბათ შენ იყავი ის კლუბში, ვინც მომპარა ტელეფონი და მომეცი ტელეფონი. მე ვთხარი მეთქი არსად არ ყოფილა რაღაცა, არაფერი ტელეფონი მე არ მაქვს. ადექიო საწოლიდანო მეუბნება. წამოვდექი რა, ახლა ჩავიცვი შარვალი რაღაცა და მეუბნება რომ გარეთ გამოდიო. არაფერს დაგიშავებ, გეშინია გარეთ გამოდიო და მანახეო კიდევ ახალგაზრდა ხალხი საცხოვრობს აქ. ახალგაზრდები საცხოვრობენო, იმიტომ რომ კლუბიდან წაიღესო რა, ესე ვთქვათ, კლუბში მოხდაო ეს რაღაცა და კლუბში მომპარესო და ალბათ ეს ახალგაზრდებიცო კლუბში დადიანო და აქ არის ვიღაცა, მოკლედ ვიღაცა სააქო. მოკლედ რო გითხრათ, თურმე რაც მომხდარა, ეს არის ვიღაცა დამთვრალა, ვიღაცა აქ ჩემი მეზობელი სადღაცას კლუბში, მოკლედ შემთხვევით ჩაუცვი რაღაცა მანტო თუ რაღაცა მაგათი და მოკლედ მაგას ედო რა ეს ტელეფონი და ნავიგაცია კი ბატონო აჩვენებდა რომ აქ სადღაც ეზოში იყო. მაგრამ სულ რომ მოეპარა იმ ტიპს, სადაც ყვარში გადაეგდო ის ტელეფონი. მე კარები უნდა შემომინგრიოს ვიღაცამ, ეს ხო დანაშაულია, ხო? თან ძალიან სერიოზული დანაშაულია. და პირველი რაც ვიფიქრე, ახლა კარები რომ შემომინგრიეს აქ, ეს იყო რომ ან დამჭრიან, ან მცემენ, მინიმუმ მცემენ, ან რა ვიცი, საერთოდ მომკლავენ, იმიტომ რომ მზად ვიყავი ყველაფერს, ახლა არ შემშინებია, მაგრამ რეალურად გავითიში, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო მაგ მომენტში რა. აი რანაირად უნდა მოვიქცე, იმიტომ ესეთ რაღაცას ფილმში მეგონა თავი, ესეთ რაღაცები ფილმებში ხდება რა. და ფილმში მეგონა თავი, რომ მეთქი რაღაცა არ ვიცი რა ხდება. და გავედი გარეთ, გამიყვანეს გარეთ ავდექი. მე ვერაფერს ვერ ვაკეთე, ვერც პოლიციაში ვერ ვიყავ, ვერაფერი, იმიტომ რომ არ ვიცი ხამათ ჯერ ერთი 3 არიან და იარაღი აქვს, დანა აქვს, ეხა არ ვიცი ამათ რა აქვს რა. თან მარტო ვარ. გავედით გარეთ, მოკლედ მე ვთხარი, აქ ხანდაზმულები ცხოვრობენ, კლუბში არავინ არ დადის, აქეთ ესენი ცხოვრობენ, მოკლედ რაღაცა ყველანაირად ვცდილობ, რომ ესე მეზობელთან არ მივიდენ რა, მოკლედ თუ ესე ვთქვათ, არ შეაწუხონ ეს ხალხი. კარგი რაღაცა დიდი მადლობა და ეს ზანგი მეუბნება, რომ შენი საკონტაქტო მომეცი. კარგი ადამიანი ხარო და მინდაო რომ დავმეგობრდეთო. მე რა თქმა უნდა უარი გამცხადე ეგრევე და მოუხურე კარები. კარებს რას გულისხმობ ხა? კარები შემოანგრიეს. არა ჩატეხვი და რაღაც არ ჩატეხილა, უბრალოდ კლიტე გააღეს, იმიტომ რომ მე იტალიურ ეზოში ვცხოვრობ ხა, აქ ჭონქაძეზე ის არის იტალიური ეზოებია და შესაბამისად ამ კოდებით და იმით არ არის დაცული ესე რა სახლები რა და არის ხის კარებები. ესე ძალიან მარტივია რომ გააღო რა, ესე წიხლით ან რაღაცა, მაგრამ თუ მიარტყამ შეუხვალ რა ვიცი. ჯერ ერთი რკინის კარებიც რომ მქონდა და რა ნიშნობა
ქვას აიღებდა, იმას ჩაამტრევდა ფანჯარას, ისე შემოვიდოდა. ანუ შემოღწევა, მაგას უფეხებზე ეკიდა, ეხა იქ შემოსვლა ეგენი, რომ შემოვიდნენ, იმასაც არ ფიქრობდნენ, მაგალითად, რომ აქ შეიძლება ვიღაცამ პოლიციელი დახვედრო და იარაღიანი ტიპი, ან თუნდაც ბევრი ადამიანი, მამაკაცი დახვედრო და ვინც თავს დაამტრევდა, ანუ ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ. წავი წიხლით რომ გივარდება ვიღაც უცხო ტომელი, რომელიც რეალურად მექსიკელი აღმოჩნდა მერე, ან მექსიკელი ტიპი მინგრევს კარებს. ღამის 5 საათზე. აი რა უნდა ვიფიქრო, ხო? მე ისე მოხდა, მოკლედ კიდე სხვებთანაც შესულა, ან შეუწუხებიათ ეს ხალხი, შეუნგრევიათ იქაც კარები, ესე და ნუ მოკლედ გამოიძახეს ეს პოლიცია, და მოკლედ დაიჭირა რა პოლიციამ ეს ხალხი წაიყვანეს მერე მოკლედ ისე აღმოჩნდა რომ არ ვიცი, ნუ ზუსტად არ ვიცი ხა დაადეპორტეს, კიდე აქ არიან, მაგრამ ნუ როგორც ვიცი რაღაც ინფორმაციის დონეზე როგორც ვიცი გაფრინდნენ ეს ხალხი. მაგრამ რაც ეს მოხდა, რა ფაქტიც მოხდა, ესეთი რაღაცა მე არ ვიცი, ანუ ესეთი რაღაცა მარტო ფილმებში თუ მინახავს, ესე რომ შუა ღამის 5 საათზე კარებს უნგრევს, მშვიდობიან მოსახლეს, მოსახლეობა ზოგადად აწუხებს, აი ესეთი ვიღაცა მექსიკელი, ვიღაცა არაბი და ვიღაც რავი აზიელი, რა ვიცი, ჩინელი თუ ვიღაცა არ ვიცი ვინ იყო. აი ესეთი გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები. არ ვიცი, ესეთი განუკითხაობა ხდება. ესეთი საშინელება ხდება და არ ვიცი, აი ჯგუფებში დაწერა მე ერთი ჩემმა მეზობელმა ეს რა მოხდა ეს ფაქტი რაც მოხდა და ხალხს არ ჯერა. არა, იქვეო რატო არ იმასქენ თუ პოლიციას რაღაც აი ესეთ რაღაცებს წერენ. ანუ ადამიანი აფრთხილებს, რომ ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ უკვე წიხლებს ურტყამენ კარებებს, უკვე გინგრევენ კარებებს, უკვე სახლებში შემოდიან და ამათ არ ჯერათ. მაინც არ ჯერათ, ანუ რაღაცა ყველაფერს ეძებენ, რაღაცა იმას რა, ეს რატო ვერ ქენით, ის რატო ვერ ქენით. როგორია სამი კაცი გადგას გარშემო, აპოლიციას უნდა დაურეკო. ხო, შეიძლებოდა რა ვიცი. დანა ამოეღო, გაეყარა ჩემთვის, ან ვეცემე ან რაღაცა. ხო, მაგ პერიოდში უცებ ვერაფერს ვერ გააკეთე. ან პოლიცია გასაგებია, პოლიციას გამოიძახებ, მაგრამ ამ სისტემას რაც არის შექმნილი და რა მდგომარეობაც აქვს ქვეყანაში, ამას პოლიცია გამოასწორებს. ეს არის უკვე სრული ქაოსი, სრული დესტრუქცია ქვეყნის და არ ვიცი ამას რა ქვია, ეს რა არის, რა მდგომარეობაა. ეს ისეთი რაღაცა, რომელსაც არ ვიცი, ეს მე X-ზე ვუყურებდი ხოლმე ესეთ რაღაცებს, ეს მიგრანტები და ესენი რაებს აკეთებდნენ ევროპაში რა. როგორ ძალადობდნენ იქ ხალხზე და რაღაც რეებსაც უკეთებდნენ. მაგრამ აგერ აი თან ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი, შევა მალე ჩვენთანაც მოხდეს მეთქი, მაგრამ ამას როგორ ვეუბნებოდი, იცი, აი თან ნუ ჩემ თავზე მაინც არ მჯეროდა. და ამ დროს რა მოხდა? შემომინგრიეს კარები იმაში. ღამის 5 საათზე ტიპები. ნუ ჩვეულებრივ გადავრჩი ხა კარებს როცა გინგრევს დიდი ალბათობით ან უნდა დაგესხას ხო თავს. აი ისთვის შემოც კარების შემოსანგრევად, რომ კარებს რო გინგრევს ტიპის სახში რო შემოდის, რას აკეთებს? ხო უნდა იძალადოს ხო ესე იგი შენზე. აი ხა ჩემს მაგირად ვიღაცა ბებია რო ყოფილიყო, ან გოგო ყოფილიყო ახალგაზრდა. ნუ იმ ბებიას გული გაუსკდებოდა, ამ გოგოს ალბათ შევა გაეუპატიურებინათ. ღმერთმა იცის რას უზამდნენ, ხო? წარმოგიდგენიათ საერთოდ რა ხდება და რადონის განუკითხაობაა? არ ვიცი. მოკლედ ეს არის რა არის თქმაც მინდა. აი ესეთ მდგომარეობა არის უკვე ქვეყანაში, აი ესეთ მდგომარეობაში ვართ მისულები უკვე. ეს არის საგანგაშო, რაც რეალურად მოხდა ჩემს თავს. ეს უკვე არის კატასტროფა. ეს აღარ არის უკვე რა, ან წიხლით რო შემოგინგრევს ვიღაცა მექსიკელი თუ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ავღანელი თუ პაკისტანელი არ აქვს მნიშვნელობა ამას. ეს არის უკვე კატასტროფა. ეს მინდოდა რომ